განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა შეხვედრაზე დავასრულეთ მსჯელობა ერთ-ერთი აპოლოგეტის სამწუხაროდ დიდწილად გაუგუღმართებული სტატიანე სირიელის მოძღვრების და მისი მთავარი აპოლოგეტური შრომის შესახებ. დღეისათვის დავიწყებთ განხილვას მეორე საუკუნის ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო საეკლესიო მოძღვრის თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობისა და საღვთისმეტყველო სწავლებათა შესახებ. ზოგ უძველეს საეკლესიო კალენდარში თეოფილე ანტიოქიელი წმინდანთა შორის იხსენიება, ამიტომაა რომ მკვლევართა ნაწილი მას წმინდანად მიიჩნევს და ასეთაც იმოწმებს. მაგრამ რამდენადაც ქართულ კალენდარულ ტრადიციაში არც ძველად, არც დღეს და შესაბამისად ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბერძნულ კალენდარულ ძეგლებში მისი დამოწმება არ ხვდება, ჯერჯერობით ჩვენ თავს შევიკავებთ თეოფილე ანტიოქიელის წმინდანად სახელდებისგან. მაგრამ რაც შეეხება მის მოძღვრებას, მის სწავლებას, მის იმ ერთადერთ შრომას, რომელიც საბედნიეროდ ჩვენამდე შემორჩა, რა თქმა უნდა, მასში გადმოცემული მოძღვრება უაღრესად საყურადღებოა, მართლმადიდებლური ასპექტით მრავალი კუთხით განსახილველი და დღეისთვისაც, ისე როგორც ძველ დროში მოგვიანო პერიოდის მამათათვისაც, უაღრესად საგულისხმო და ციტირებისთვის, საუფლო სწავლების ამა თუ იმ ასპექტის უფრო ღრმად გაშინაარსებისთვის უაღრესად საჭირო. მეორე საუკუნე, როგორც არაერთგზის გვითქვამს, მრავალი მნიშვნელოვანი საეკლესიო მოღვაწით არის ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი კვლავ გავიმეორებთ, ნამდვილად არის თეოფილე ანტიოქიელი, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ, ისე როგორც უდიდესი ნაწილის შესახებ ადრეული პერიოდის საეკლესიო მოღვაწეთაგან, ჩვენთვის ძალიან მცირედია ცნობილი. ფაქტობრივად, რაც ჩვენ დღეისათვის თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობის, მისი ასე ვთქვათ ბიოგრაფიის შესახებ ვიცით ეს ყველაფერი ევსები კესარიელისგან, ჩვენს მიერ ხშირად ციტირებული, ხშირად დამოწმებული საეკლესიო ისტორიკოსისგან, რომელიც მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა და რომლის საეკლესიო ისტორია დღესაც შეუცვლელ, წყაროწოდნეობით და ინფორმატიულ ძეგლად, დოკუმენტად რჩება პირველი მესამე საუკუნეების ეკლესიის მამათა, ზოგადად საეკლესიო ისტორიის მხრივ. და ეს პიროვნება, ესე იგი, ევსები კესარიელი, რომელსაც ჩვენ კიდევ მრავალგზის დავიმოწმეთ სხვადასხვა საეკლესიო მოღვაწის შრომების განხილვის ჟამს, ხსენებული ევსები თავისი საეკლესიო ისტორიის მეოთხე წიგნის მეოცე ქვეთავში შემდეგს გვაუწყებს თეოფილეს შესახებ. იგი ამბობს, თეოფილე ცნობილია როგორც მოციქულთა შემდეგ მეექვსე ეპისკოპოსი ანტიოქიის ეკლესიისა, სადაც მეოთხე ეპისკოპოსად დადგენილი იყო კორნელიუსი ჰერონის შემდეგ, ხოლო მეხუთე ეტაპზე კორნელიუსის მომდევნოდ ეროსი ფლობდა ეპისკოპატს. აქვე ჩვენ ერთი ასეთი ცნობაც უნდა მოვიხსენოთ, იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ ევსები კესარიელი თეოფილე ანტიოქიელს ეხება თავის სხვა შრომაშიც, რომელსაც ქრონიკები ეწოდება და აღნიშნული ძეგლი, რომელიც ასევე ისტორიული და ისტორიოგრაფიული ხასიათისაა, იმით განსხვავდება პირველისგან, რომ მასში, ესე იგი ამ უკანასკნელში, ხშირ შემთხვევაში თარიღებიც არის მოწოდებული და ეს, რა თქმა უნდა, ქრონოლოგიური კუთხით თარიღობრივი დადგენის და თარიღობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით ძალიან ფასეულია. აი ამ წიგნში ქრონიკებში იგივე ევსები კესარიელი გვაუწყებს. ანტიოქიის მეექვსე ეპისკოპოსი თეოფილე ეპისკოპოსობდა 13 წელი. ამ თეოფილესგან მოღწეულია, თუ სიტყვასიტყვით ვთარგმნით ასე იქნება, არის და ვრცელდება მრავალი თხზულება. ესაა ევსების ქრონიკების მეორე წიგნი, სადაც ეს ცნობა დაცულია. და ამავე წიგნის მიხედვით თეოფილეს ეპისკოპოსობა 169 წელს უკავშირდება კონკრეტულად, ესე იგი ევსების ამ ქრონიკების მიხედვით და იქ მოწოდებული კონკრეტული თარიღობრივი მაჩვენებლის მიხედვით 169 წელს იწყება ევსების ანტიოქიაში ეპისკოპოსობა. მაინც აღნიშნავთ, რომ ეს თარიღი ყველა მკვლევარს არაჯერებს და ზოგს ჰიპოთეტურად ესახება, მაგრამ მაინც დღეისათვის ასე თუ ისე მიღებულია. და თუ 169 წელს ჩვენ ავითვლით თეოფილეს ეპისკოპოსობას ანტიოქიაში და ამავე დროს ვიცით, რომ 13 წელი იყო ეპისკოპოსი, ის უნდა ყოფილიყო ეპისკოპოსად ანტიოქიისა 169-182 წლებში. აქვე შეიძლება იმასაც გაუსვათ ხაზი და იმასაც შევეხოთ, რომ
ანტიოქიის რიგით მეექვსე ეპისკოპოსად არის სახელდებული თეოფილე, ამავე ქვემოთ განსახილველი ერთ-ერთი თხზულების ორიოდე სიტყვით, რომელსაც შევეხებით, იმიტომ რომ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია, მაგრამ ვრცლად ამჯერად მის განხილვას ჩვენ ვერ მოვახერხებთ. ერთ-ერთი ძეგლის, კერძოდ ესაა წმინდა იერონიმეს ძეგლი, შრომა, სადაც იგივე თეოფილე ანტიოქიელი გარკვეული ათვლით კვლავაც როგორც აღნიშნეთ მეექვსე ეპისკოპოსი გამოდის. თუმცა თვით იერონიმე მას პეტრეს შემდეგ მეშვიდე ეპისკოპოსად წარმოგიდგენს. აქ მერყეობა მეშვიდეობასა და მეექვსეობას შორის თეოფილე ანტიოქიელთან დაკავშირებით გულისხმობს შემდეგს, როგორც ეს ჩვენ თავის დროზე სხვათა შორის ეგნატე ანტიოქიელთან დაკავშირებითაც აღნიშნეთ. თუ ანტიოქიის ეპისკოპოსთა რიგში პეტრე მოციქულსაც ჩავთავთ, რომელმაც დააფუძნა ანტიოქიის საყდარი, მაშინ თეოფილე რიგით მეშვიდეა, ხოლო თუ გამოვაკლებთ პეტრე მოციქულს, მაშინ იგი რიგით მეექვსე გახლავთ. ეს რაც შეეხება მის მოღვაწეობას, მისი მოღვაწეობის ეპოქას, კვლავ დავაზუსტებთ, რომ იგი მოღვაწეობდა ანტიოქიაში, ანტიოქიის ეპისკოპოსად 179-182 წლებში და თუ პეტრე მოციქულსაც ვიგულისხმებთ ეპისკოპოსთა რიგში, იგი არის რიგით მეშვიდე ეპისკოპოსი. ხოლო თუ პეტრე მოციქულს ეპისკოპოსთა რიგში არ ჩავთავთ, მაშინ იგი არის რიგით მეექვსე ეპისკოპოსი. რაც შეეხება ახლა თეოფილეს წარმოშობის ადგილს, ესაა მისი ეპისკოპოსობის ადგილი, მაგრამ იგი წარმოშობით ყოფილა მდინარე ევფრატის სანაპირო მხარეებიდან. და თვითონ გვაუწყებს ამის შესახებ თავის ერთადერთ შრომაში, რომელსაც ჩვენ შეძლების დაგვარად შევეხებით, უაღრესად საყურადღებო უმნიშვნელოვანეს ძეგლში ამ უადრესი ეპოქისა, სახელწოდებით ავტოლიკესადმი. ეს ავტოლიკე გახლავთ გარკვეული პერსონა, ჭეშმარიტების მაძიებელი, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანი, პირუკუ შეიძლება ჯერ კიდევ არ განიზრახავს ქრისტიანობას, იუდეველობას შეისწავლის, ანტიკურობას შეისწავლის, ამავე დროს ფლობს გულწრფელობას, სათნოებას და თეოფილე ანტიოქიელს იგი არ ემეტება წარწმენისათვის, არ ემეტება გაუკუღმართებულ მოძღვრებათა წიაღში მოსაქცევად, ამიტომ უგზავნის მას თავის ნაშრომს, სწორედ ამ სახელწოდებით ავტოლიკესადმი, რომელიც 3 წიგნისგან შედგება, ამას კიდევ დავაზუსტებთ ქვემოთ. და აღნიშნულ ძეგლში განიზრახავს, რომ ავტოლიკე მოაქციოს ჭეშმარიტებაზე, შემოუერთოს საეკლესიო წიაღს, საეკლესიო მოძღვრებას. და სწორედ ამ წიგნში გარკვეული ცნობები ჩვენ გვაქვს საკუთრივ ავტორის, ესე იგი თეოფილეს შესახებ. ეს ეხება მის სამოღვაწეო ადგილსაც, მისი მოღვაწეობის წერილობითი მოღვაწეობის ნაყოფსაც. ამჯერად მაინც ჯერ სამოღვაწეო და ამ შემთხვევაში წარმოშობის ადგილის შესახებ. თეოფილე, როგორც აღნიშნეთ, თავადვე გვაუწყებს. ის რომ 64 მიწაა და მიწაზე იყო დანერგილი, ამის შესახებ წერილი ამბობს და დახნერგა ღმერთმან 64 ედემში აღმოსავლეთით და დაადგინა იქ კაცი და აღმოაცენა ღმერთმა კვლავ მიწიდან ყველა ხე სახილველად ჰამო და საჭმელად კარგი. აქ ციტატა მოაქვს თეოფილე ანტიოქიელს შესაქმის წიგნის მეორე თავის მერვე მეცხრე მუხლები და შემდგომ კომენტირებას ახდენს ამ ციტატისას. კერძოდ ამბობს, საღვთო წერილი თავის სიტყვებში კვლავ მიწიდან და აღმოსავლეთით, აი ამ ორ სიტყვას გამოხობს, ერთი კვლავ მიწიდან და მეორე მხრივ აღმოსავლეთით. ამ სიტყვებით ამბობს თეოფილე, საღვთო წერილი ცხადად გვასწავლის, რომ 64 ცის ქვეშეთში იყო. სხვათა შორის ეს თავისთავად ძალიან საყურადღებო საკითხი, ამაზე გარკვეული მსჯელობანი, განხილვანი ეკლესიის მამათა შორის არსებობდა, თუ სად მდებარეობს 64. თანამედროვე მკვლევართაგან ზოგს გამოაქვს დასკვნა, რომ მაგალითად ისეთი დიდი მისტიკოსი მოძღვრის, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი იყო, მისი აზრით 64 თითქოს მესამე ცაზე მდებარეობდა. უხილავთა, ანუ იგივე ანგელოზურ ძალთა და ხილული ქმნილების გზაგასაყარზე, ესე იგი რომლის ზევითაც უხილავი იწიახია, რომლის ქვევითაც ხილული სამყაროა. თუმცა ეს გრიგოლ ნოსელთან პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, ასე კვალიფიცირებული ნამდვილად არ არის. სხვა მოძღვართაგან, მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი მკვეთრად განაჩინებს 64-ის დედამიწისეულობას, რომ ის დედამიწის ადგილია, თუმცა არა დაცემული და ხრწნილი თვალით სახილველი. და ამ პრობლემას, როგორც ჩანს, გარკვეული მსჯელობა თან ახლდა უკვე თეოფილე ანტიოქიელის დროს, რადგანაც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ სიტყვებით, ესე იგი კვლავ მიწიდან და აღმოსავლეთით წერილი ცხადად გვასწავლის,
სამოთხე ცისქვეშეთში იყო. შემდეგ განაგრძობს თეოფილე, სადაც, ესე იგი ამ ცისქვეშეთში, არის აგრეთვე მიწა და აღმოსავლეთი. ედემი ებრაულიდან ითარგმნება როგორც შვება. წერილი მიგვანიშნებს მდინარეზეც, რომელიც ედემიდან გამოდის და რწყავს სამოთხეს. აქ თეოფილე გულისხმობს ბიბლიურ მუხლს, შესაქმნის მეორე წიგნის მეათე თავის მუხლს, რაც ძველ ქართულ თარგმანში ასეა. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით, მორწყват სამოთხის. აი ამას მიანიშნებს, რომ ესე იგი წერილი მიუთითებს მდინარეზეც, რომელიც ედემიდან გამოდის და რწყავს სამოთხეს და რომელიც აქედან, ესე იგი სამოთხიდან რო გამოდის აი იმ წერტილიდან, 4 თავად განიყოფება. მათგან ორს ეწოდება ფისონი და გეონი, რომლებიც რწყავენ აღმოსავლეთის მხარეებს, განსაკუთრებით გეონი, რომელიც გარეშემოსწერს ეთიოპიის მთელ მიწას და რომელიც ამბობენ ნილოსად წოდებული თავს იჩენს ეგვიპტეში. ხოლო ორი დანარჩენი მდინარე სახელად ტიგროსი და ეფრატი კარგათაა ჩვენთვის ცნობილი. ესე იგი თავისი ცნობადობის მიხედვით თეოფილე ამ 4 მდინარეს, ესე იგი ცალკე განტოტებულს ორს, კერძოდ ფისონსა და გეონს და ეს უკანასკნელი იგივე ნილოსია, ხოლო ცალკე ტიგროსსა და ეფრატს მიჯნავს ერთი მეორისგან, რადგან ეს ორი უკანასკნელი მისთვის კარგათაა ცნობილი, სწორედ იმიტომ, რომ იმ ადგილებიდანაა თვითონაც. პირდაპირ აკონკრეტებს იგი, ტიგროსი და ეფრატი კარგადაა ჩვენთვის ცნობილი, რადგანაც ისინი ჩვენს მხარეებთან ახლოს არიან. ეს სიტყვები აშკარად მიგვითითებს, რომ თეოფილე ანტიოქიელი სწორედ ამ შუა მდინარეთის რეგიონიდან ყოფილა და ეს უწყება მისი თავისი ზემოხსენებული თხზულების სახელწოდებით ავტოლიკესადმი მეორე წიგნიდან ამ მონაცემის დაზუსტებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თეოფილე ანტიოქიელის დაბადების წელს, ის, რა თქმა უნდა, ყველანაირი წყაროთი უცნობია, თუმცა პირობითად კვლევით ტრადიციაში და კვლევით ლიტერატურაში პირობითად დადებულია 100 წელი. მაგალითად, ჩვენ ეს წელი თეოფილე ანტიოქიელის დაბადების წლად გვხვდება ცნობილი უდიდესი მნიშვნელობის გამოცემის წმინდანთა საქმენის, რაც ლათინურად არის პუბლიცირებული, Acta Sanctorum, ანუ წმინდანთა საქმენის ერთ-ერთ ტომში, შესაბამის ტომში თეოფილე ანტიოქიელის შესახებ მსჯელობისას. საყურადღებოა, რომ უძველეს რომაულ მარტიროლოგიონში, ანუ მოწამეთ მოსახსენებელში, მისი დაბადების დღეა მხოლოდ დასახელებული 13 ოქტომბერი. და ზოგ ადრინდელ კალენდარში სწორედ ამ დღეს იყო მისი ხსენებაც, 13 ოქტომბერს. მიჩნეულია და ალბათ სრულიად ჭეშმარიტია, რომ თეოფილეს მშობლები წარმართები იყვნენ, თავისთავად ცხადია, იმ დროს სხვა მდგომარეობა წარმოუდგენელია, მაშინ თითქმის არ არსებობდა ტრადიციით ქრისტიანული ოჯახები, მეორე საუკუნეში შვილები წარმართები იბადებოდნენ წარმართმშობელთაგან, შემდგომ ასაკში მათ ეძლეოდათ შეგნება იმისა, რომ მონათლიყვნენ და ქრისტიანები გამხდარიყვნენ. მაგრამ ამ თეორიული და ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე დასკვნის გარდა, ჩვენ გვაქვს თვით თეოფილეს უწყება იმის შესახებ, რომ იგი გაქრისტიანებამდე წარმართულ კულტურაზე იყო აღზრდილი და მხოლოდ გვიან გაქრისტიანდა საღვთო წერილის შემეცნების ჟამს. ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც შეისწავლა თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობა, ეს კერძოდ არის ასეთი მკვლევარი მარანი და აქვს მას ასეთი შრომა წმინდა თეოფილე ანტიოქიელი ეპისკოპოსის მოღვაწეობა და შრომები, ასეთი გამოკვლევა აქვს. აი ეს მკვლევარი აღნიშნავს, თეოფილე დაიბადა და აღიზარდა წარმართთა ცრურწმენების სიბნელეში. მასაც იგივე შეემთხვა, რაც იუსტინეს და ტატიანეს. იუსტინეს და ტატიანეს ჩვენ უკვე ვიცნობთ, აპოლოგეტები, რომლებიც განვიხილეთ. წერილის კითხვამ ქრისტიანულ რელიგიაზე მოაქცია იგი. ეს თქვათ მკვლევარის შეფასება, მაგრამ თვით თეოფილეს სიტყვები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საყურადღებოა, როდესაც კერძოდ იგი, ესე იგი თეოფილე მიმართავს თავისი შრომის ადრესატს, ავტოლიკეს, წარმართს და ეუბნება: ნუ ხარ ურწმუნო, არამედ ირწმუნე აღდგომა, რადგანაც არც მე მწამდა ყოველივე ეს, მაგრამ ამჟამად შევიცანი და ვირწმუნე. ხოლო ეს მოხდა მაშინ, როდესაც მივემთხვიე წმინდა წინასწარმეტყველთა საღვთო წერილს, სადაც ღვთის სულის მიერ წინდაწინვეა უწყებული წარსული საქმენი, თუ როგორ მოხდა ყოველივე, აგრეთვე ამჟამინდელი, რაც კი ხდება და სამომავლო საქმეებიც, თუ რა თანამიმდევრობით უნდა ახსრულდეს ისინი.
ცხად საბუთად ის მაქვს, რომ რაც წინ და წინ ითქვა, აღსრულდა კიდეც. ამიტომაც წამს. ეს შესანიშნავი სიტყვები ჩვენ მოგვაქვს ზემორეს შრომის, ესე იგი თხზულებისა სათაურით ავტოლიკესადმი პირველი წიგნის მე-14 ქვეთავიდან. და იქ გავრცობაც აქვს ამ ციტატას, მაგრამ ამჯერად რაც მოვიტანეთ, ესეც ვფიქრობ სავსებით საკმარისია. იმის დასადასტურებლად, რომ თეოფილე წარმართულ გარემოში დაიბადა, აღიზარდა და შემდგომ მოიქცა ქრისტიანობაზე. რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს და საყურადღებოს, კერძოდ წმინდა თეოფილე ანტიოქიელის საეკლესიო და სამწერლობო მოღვაწეობას, ამის შესახებ დღესაც ის ვიცით, რაც თავის დროზე მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენ ევსები კესარიელმა მოგვაწოდა. ბიოგრაფიული ცნობები ევსები კესარიელისა ჩვენ ზემოთ მოვიტანეთ, ამჯერად იმავე ისტორიკოსისგან დავიმოწმებთ საკუთრივ თეოფილეს სამწერლობო მოღვაწეობის შესახებ დაცულ ცნობებს. ევსები კესარიელი გვაუწყებს: ხოლო თეოფილესგან, რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ, იგულისხმება ზემორე ციტატა, რაც ჩვენ მოვიტანეთ, რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ როგორც ანტიოქიელთა ეკლესიის ეპისკოპოსი, აი მისგან მოღწეულია პირველ საფუძვლების შემცველი სამი შრომა. პირველ საფუძვლებში აქ იგულისხმება მოძღვრების პირველ საფუძვლების მოძღვრების ძირითადი და არსებითი ასპექტების შემცველი შრომა. სამი შრომა. ამ შემთხვევაში სამ წიგნსაც გულისხმობს, მაგრამ თვით ავტოლიკესადმი, როგორც აღნიშნეთ, თავისთავად განიყოფება სამ ცალკე წიგნად. თუმცა ამ შემთხვევაში ევსები კონკრეტულად სამ დამოუკიდებელ ნაშრომს გულისხმობს და გვისახელებს კიდეც ავტოლიკესადმი, აგრეთვე სხვაც, რომელსაც ეწოდება ჰერმოგენეს წვალების შესახებ, სადაც თეოფილე იმოწმებს ადგილებს იოანეს გამოცხადებიდან და გავრცელებული აგრეთვე მისი სხვა კატეხიზმური წიგნები. ბერძნულად არის კატეხეტიკა ბიბლია. აი ეს ბოლო ზოგადი უწყება ევსები კესარიელისა, რომ გავრცელებულია მისი სხვა კატეხიზმური წიგნები, რა თქმა უნდა, რამდენიმე შრომას აუცილებლად გულისხმობს და თანამშრომებს ჰქონიათ კატეხიზმური დანიშნულება და მით უმეტეს ძალიან დასანან რომ ისინი დაიკარგა, მათი შესწავლა ჩვენ ძალიან ბევრს მოგცემდა მეორე საუკუნის ამ უადრესი ეპოქის კატეხიზატორული პრინციპების შესახებ და თვით ეს კატეხიზმური შრომებიც დღესაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საჭირო იქნებოდა მრევლისთვის. ევსები კესარიელი განაგრძობს: მწვალებლები მსგავსად სარეველებისა, მაშინაც, ესე იგი თეოფილეს დროსაც, არანაკლებ რყვნიდნენ სამოციქულო მოძღვრების წმინდა თესლს. ამიტომ ეკლესიათა მწყემსნი ქრისტეს ცხვართაგან ყველგან უკუაგდებდნენ ასეთ პირებს, როგორც ველურ მხეცებს, განიშორებდნენ მათ ძმათა მიმართ დარიგებებისა და შეგონებების გზით, ზოგჯერ კი აშკარად ებრძოდნენ მათ პირდაპირ ზეპირი კამათითა და დამხობით, ან კიდევ წერილობითი შრომების საფუძველზე, მათი თვალსაზრისების უმეტესად გამოწვლილივით მხილებითა და განმართვით. თეოფილეც სხვებთან ერთად ებრძოდა მწვალებლებს, რასაც ცხადყოფს მის მიერ არალიტონად, ესე იგი კარგად ეს ეფემისტური გამონათქვამი გახლავთ, ნამუშაკები ქადაგება მარკიონის წინააღმდეგ, რომელმაც სხვა ზემოაღნიშნულ შრომებთან ერთად დღემდე მოაღწია. ესე იგი მთელი აქ დასახელებული თეოფილესეული ლიტერატურული მემკვიდრეობა მე-4 საუკუნის პირველ ნახევრისთვის ჯერ კიდევ წერილობით შემონახული იყო. სხვათა შორის ამ უწყებაში ევსები კესარიელისა ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა მოძღვრის მოღვაწეობის სამი გზა ჭეშმარიტების გამტკიცების მიზანდასახულობით. ერთი, ძმათა მრევლის წევრთა შეგონებანი, მათი დამოძღვრა ჭეშმარიტების მათთვის განმარტება. მეორე, ზეპირად პირდაპირ უშუალოდ ბრძოლა მწვალებლებთან, მათთან პირდაპირ ცოცხალი პაექრობა და მესამე, წერილობით არგუმენტირებული უარყოფა მათი თვალსაზრისებისა. აი ეს სამნაწილედობა მოღვაწეობისა ძველად ყველა გამორჩეულ მოძღვარს ჰქონდა და ალბათ იგივე უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, დღესაც. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.